მოგესალმებით ყველას. ვიწყებთ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომას. Quorumi გვაქვს. დღეს დღესასრიგით გათვალისწინებული არის ერთი კანონ პროექტის განხილვა, უბრალოდ პაკეტის, ეს გახლავთ უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, ასევე საკონსულო მოსაკრებლის შესახებ და სახელმწიფო ბაჟის შესახებ კანონებში ცვლილებების პროექტი. მომხსენებელს და გთხოვთ, რომ პირველ რიგში დავამტკიცოთ დღესასრიგი და ამ დღესასრიგით ვიმუშაოთ. საკითხზე მომხსენებელი გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრი ბატონი ლევანი მახაშვილი. ბატონ ლევან, გთხოვთ მოგბრძანდეთ და წარმოგვიდგინოთ მეორე მოსმენით აღნიშნული კანონის პროექტი. დილამშვიდობის, მოგესალმებით. მადლობა ბატონ თავმჯდომარე. მეორე მოსმენით წარმოგიდგენთ უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო პაკეტს. რამდენიმე მცირე ცვლილებაა, მათ შორის გუშინ განხილულ პლენარულ სესიაზე გამოთქმულ შენიშვნების გათვალისწინებით და გავიაროთ დეტალურად თითოეული ნაწილი. ესე იგი, კანონ პროექტში გათვალისწინებული იქნა პირველი მოსმენის ფარგლებში მიღებული. ძალიან დიდი ბოდიში მე დაგისვამთ შეკითხვებს კანონების მიხედვით, მუხლების და პუნქტების მიხედვით და თქვენ თუ შეიძლება გუშინდელი პლენარულ სხდომაზე განხორციელებული მოსაზრებების გაცვლის საფუძველზე რა გაცვლილებები განხორციელდა, ეგ რომ მოგახსენოთ. მოკლედ, პირველი გახლავთ უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონი, მუხლი პირველი, პუნქტი პირველი. აქ რა ცვლილება არის განხორციელებული, რომ გითხრათ თუ შეიძლება. ან ზოგადად მოგახსენეთ ამ კანონში რა ცვლილებაა? კი ბატონო. წარმოდგენილი ცვლილებებით კანონიდან სრულად ხდება ტერმინი e-visa პორტალის, აი ამ კონკრეტული ჩანაწერის ამოღება, რადგან როგორც გუშინაც აღნიშნეთ, ეს ამ სახელის ცვლილებიდან გამომდინარე არ ხდებოდეს ხოლმე კანონმდებლობის ცვლილება, იმიტომ რომ მას შეიძლება რაღაც სხვა სახელი დაერქვას, არსებითად ეს არის ელექტრონული ფორმა, ამიტომ ამ კონკრეტული ჩანაწერის ნაცვლად ეს ჩანაწერი ჩანაცვლდება სპეციალური ვებგვერდით, ასეთი ფორმულირებით და შესაბამისი ცვლილებებიც განხორციელდება მე-6 მუხლის ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ სეკუნდა პუნქტში და მე-8 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-7 პუნქტში, სადაც კიდევ ერთხელ აი ეს e-visa პორტალის ნაცვლად იქნება გამოყენებული ტერმინი სპეციალური ვებგვერდით. ასევე მე-8 მუხლს ემატება ახალი მე-9 პუნქტი, რომლის მიხედვითაც ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლებელი ხდება მიღებული იქნეს დაჩქარებული წესით. საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად და ბატონო ირაკლი, თქვენი გუშინდელი შენიშვნა ამ ნაწილშიც არის სწორედ ასახული და გათვალისწინებული. გასაგებია, დიდი მადლობა. ნაცვლად ვიზის გაცემაზე უარის გასაჩივრების ბლანკეტური შეზღუდვისა და ამაზეც გუშინ ჩვენ გქონდა საუბარი, ნაცვლად ასეთი ბლანკეტური შეზღუდვისა, გთავაზობთ, რომ შეზღუდვა შეეხოს გარკვეულ კატეგორიებს მხოლოდ სადაც და ეს არის კონკრეტულად ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის B, E და V ქვეპუნქტის მიზეზების შემთხვევებზე, ანუ ამ კონკრეტულ შემთხვევებში ხდება მომზადება დასკვნის სპეციალური შესაბამისი სამსახურების მხრიდან, მაგრამ დასაბუთება არ ხდება, ანუ მოქალაქეს თუ უარი გაეცა ამ კონკრეტულ მიზეზებით დასაბუთება არ ხდება, არ უხსნი, ასე ვთქვათ, დასაბუთება არ არის ამ ნაწილში, ამიტომ თავაზობთ, რომ აი ამ ნაწილების საფუძველზე, სადაც არის, აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში იყოს ხოლმე ვიზის გაცემის გასაჩივრება, არ იყოს უბრალოდ შესაძლებელი. სხვა შემთხვევებში ეს უფლება დავტოვოთ, იყოს დარჩენილი და აი ამით იქნება რაღაც ერთგვარი ოქროშუალედი დაცული ერთის ხრივ რაღაც ზედმეტი მიზანი რაც არის უბრალოდ ამ კანონ პროექტების ეს მიზნები იქნება მიღწეული და მეორე ხრივ ასევე უფლებრივი ნაწილიც სრულად პირნათლად იქნება დაცული მათ შორის საერთაშორისო კონვენციების კონტექსტში. ასევე ერთი შემოთავაზება უნდა ამქედანვე გამომდინარე, უბრალოდ C5 კატეგორიის ვიზიდან გამომდინარე, ჩვენ თქვით, რომ 5 წლის ვადით ეს ერთი წელი შეუძლია მაქსიმუმ 365 დღე ქვეყანაში დარჩენის და საქმიანობის უფლება. ამის პარალელურად
ჩვენ ხედავთ რა ხდება საერთოდ სოფლიოში, როგორ იცვლება ძალიან ხშირად მიგრაციული ნაკადები და შესაბამისად საქართველოსაც რაღაც ერთი ფიქსირებული, არ ვიცი, 1 წლის წინ, 2 წლის წინ, 5 წლის წინ რა მიგრაციული პოლიტიკაც ჰქონდა, შეიძლება და დღესაც ფაქტია უკვე რომ ეს აღარ არის რელევანტური. საქართველოს უნდა ჰქონდეს, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მოქნილობა, რომ არსებული მიგრაციული ნაკადებიდან გამომდინარე, მუდმივად შესაბამისი სავიზო პოლიტიკაც ჰქონდეს ხოლმე. ამიტომ გთავაზობთ, რომ ამ C5 კატეგორიის ვიზასთან გათვალისწინებით აღნიშნული ვიზის შემთხვევაში დასაბუთების საჭიროების არარსებობის საფუძვლად განისაზღვროს კიდევ ერთი ახალი საფუძველი სახელმწიფო საიმიგრაციო პოლიტიკა. ანუ იქ არის სხვა ჩამონათვალები, ხო, სახელმწიფო უსაფრთხოება და ასე შემდგომ, ბევრი სრული ჩამონათვალია მე-11 მუხლში. ერთ-ერთად ასევე განისაზღვროს სახელმწიფო საიმიგრაციო პოლიტიკა და ასევე ამავე საფუძველზე გაცხადებული უარი არ დაექვემდებაროს გასაჩივრებას. ეს მოგცემს შესაძლებლობას, რომ მიუხედავად იმისა, რომ არის ქვეყანა გახსნილობა ამ ნაწილში აქვს, რომ ახალი დაბალრისკიანი, მაგრამ მაღალშემოსავლიანი ადამიანები მოვიზიდოთ, რათა ჩვენი ეკონომიკა წავახალისოთ, ტურიზმი წავახალისოთ, მომსახურების სერვისი და ასე შემდგომ, ამავე დროს, სწორედ იმიტომ, რომ უსაფრთხოების ნაწილი იყოს მაქსიმალურად გათვალისწინებული და სახელმწიფოს ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ დაიცვას საკუთარი თავი მომავალში პოტენციურად საიმიგრაციო ნაკადების გათვალისწინებით, ეს საფუძველიც აქ გაჩნდეს და ამით ბევრად გაუმარტივდება მათ შორის სახელმწიფოს ამ პოლიტიკის უფრო ეფექტიანი მართვა. კიდევ ერთხელ თითოეული რისკის გათვალისწინებით, რაც შეიძლება არსებობდეს მსოფლიოში მიგრაციული ნაკადების გათვალისწინებით. და ბოლო და ამის გამომდინარეა ეს პრინციპში ეს ტექნიკური ცვლილებაა, რომ ამ საფუძვლით ვიზის გაცემაზე უარის თქმა მსგავსად მე-11 მუხლის აი ეს წეგანდელი ჩამონათვალი რაც იყო პირველი პუნქტის B, E და F ქვეპუნქტებისა საჭიროებდეს შესაბამისი ორგანოს დასკვნას, მაგრამ არა დასაბუთებას, როგორც ზუსტად იმ მუხლებზეა საუბარი და თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში ამ C5 კატეგორიის ვიზის გაცემაზე უარის ახალი საფუძველი განაპირობებს მე-11 მუხლის მეორე პრიმა, მესამე პრიმა და მესამე სეკუნდა პუნქტებში ტექნიკური ცვლილებების შეტანას. ეს არის ამ კონკრეტულ კანონებში ცვლილება. ამ დაჩქარებულთან დაკავშირებით იყო კიდევ გარკვეული მსჯელობები, ამაზე ხო არ გაქვთ რაიმე სიახლე? ხო, წერან რაც გითხარით, რომ მერვე მუხლს ემატება ახალი მე-9 პუნქტი, რომლის მიხედვითაც ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება ხდება მიღებული იქნეს დაჩქარებული წესით, თუმცა ამას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა შესაბამისი სამართლებრივი აქტით. დიდი მადლობა. კოლეგებო, აღნიშნულთა და შეკითხვები ხომ არ გაქვთ? ბატონო ირემ. უკაცრავად თუ შეიძლება ის გასაჩივრების საკითხი კიდევ ერთხელ რო განმარტოთ რა. ესე იგი, არის რამდენიმე მე-11 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს როდის რა საფუძვლით შეიძლება სახელმწიფომ უარი უთხრას ვიზის გაცემაზე და აქ არის ჩამონათვალი რამდენიმე საფუძველი, მაგალითად დოკუმენტები, არასწორი დოკუმენტები შემოიტანა, რაღაცა მოიტყუა ამ და ასე შემდგომ, მაგრამ არის კიდევ რამდენიმე ჩანაწერი. ერთი ეხება სახელმწიფო უსაფრთხოების საფუძვლით, მეორე საზოგადოებრივი წესრიგის საფუძვლით და არის საგარეო პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე არ არის მიზანშეწონილი ვიზის გაცემა. კონკრეტულად ამ სამ ნაწილზე დასკვნა მზადდება შესაბამისი უწყებების მხრიდან, მაგრამ მოქალაქეს დასაბუთება აღარ გადაეცემა, მოქალაქეს კი არა სხვა უცხოპის, ვისაც აქვს შემოტანილი ამ ვიზაზე განაცხადი. სხვა შემთხვევაში, მაგალითად ტექნიკური ხარვეზი თუ და რაღაცა დოკუმენტი აკლია, დასკვნაც მზადება და დასაბუთებაც, რომელიც გადაეცემა ამ ადამიანს, რომ შენ გაკლია ესა და ეს დოკუმენტი და ნუ მე უკვე მისი გადასაწყვეტია თავიდან შემოიტანს და ამატებს თუ არ დაამატებს, მაგრამ ამ სამ საფუძველზე სახელმწიფო უსაფრთხოება, საზოგადოებრივი წესრიგი და საგარეო პოლიტიკური ბიზნესში მიზანშეწონილებიდან გამომდინარე დასკვნას სუსი თუ სხვა უწყებები აწვდიან, ამზადებენ, აძლევენ საგარეო საქმეთა სამინისტროს, მაგრამ დასაბუთება არ გაიცემა. აი ეს არის მთელი არც და ზუსტად ამას ვექთავაზობთ C5 კატეგორიის ვიზაზეც, რომ დასკვნა მომზადდეს, მაგრამ დასაბუთება არ იყოს სავალდებულო გადასაცემად, ასე ვთქვათ და გასაჩივრების ნაწილში ზუსტად ამავე ფორმულირებით, ამავე ლოგიკით გასაჩივრებაც აღარ დაექვემდებაროს ეს საკითხი აღარ დაექვემდებაროს სასამართლო კონტროლს. ეს არ ქონა ჩართული უკვე
უკაცრავად. სხვა შეკითხვები თუ არ არის, შეგვიძლია ეს კანონი მივიჩლიოთ განხილულად. პაკეტში შემავალი შემდეგი კანონი გახლავთ საკონსულო მოსაკრებლის შესახებ, ბატონ ლევან. დიახ. გისმენთ. ესე იგი, რაც შეეხება სახელმწიფო საკონსულო მოსაკრების შესახებ საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებებს, აქ არსებითი არაფერი განხორციელებულა, ამიტომ ამ ნაწილში რაიმე ცვლილება ამ ეტაპზე არ გვაქვს. კეთილი. კოლეგებო, შეკითხვები ხომ არ გაქვთ? შეკითხვები არ არის, შეგვიძლია შემდეგზე გადავინაცვლოთ, ეს გახლავთ სახელმწიფო ბაჟის შესახებ კანონი. აქ მხოლოდ ტექნიკური ცვლილებებია, მსგავსად ამავე პაკეტის ძირითადი კანონისა, რომელიც აღარ ვახსენეთ, ამოღებული იქნება ტერმინი e-visa პორტალი და მის ნაცვლად გამოვიყენებთ სპეციალურ გვერდს ამ კონკრეტულ ჩანაწერს, მხოლოდ ეს ტექნიკური საკითხია. კეთილი. შეკითხვები ხომ არ არის? არ არის, საკითხი შეგვიძლია მივიჩნიოთ განხილულად და შესაბამისად ვაყენებ კენჭისყრაზე. ვინ არის თანახმა? წინააღმდეგი ხო არ არის ვინმე? წინააღმდეგი არავინ არის. შესაბამისად კანონი მიღებულია ერთხმად. კოლეგებო, დღეს მოგვიწევს კიდევ ერთი სხდომის ჩატარება, სავარაუდოდ პლენარული სხდომის შესვენების დროს და გთხოვთ, რომ კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ და მესამე მოსმენით განვიხილოთ წარმოდგენილი კანონ პროექტი. სხდომა დახურულია. მადლობა.